3 ყველგან მავალი, 3 გამოსტილი მძღოლი და ყველასთვის უცნობი ადგილი. ჩვენგან ერთ-ერთი ისვრის ის არის და სადაც არ უნდა მოხდეს ის არის, უნდა მივაღწიოთ იმ ადგილს. ჩელენჯს ასფალტიდან ვიწყებთ, ტესტავთ, რამდენად კომფორტული მანქანები ყავს, რამდენად სწრაფები არიან. მზად ხარ? ხო. 1 2 3. ვაფასებთ მანქანებს უცხოთვალით, მაგრამ ეს არაა ტესტი მხოლოდ ქალაქში. ნამდვილი გამოცდა იწყება მაშინ, როგორც კი ასფალტიდან გადავუხვევთ მთაში, გავუკვალავ ბილიკზე. იქით შორს გავიდეთ რა, ერთი დავდრაგოთ რა უნდა გვესროლო. მაგრამ აქ მხოლოდ უგზობამ და ტალახმა არ შეგვაშინა, რადგან ჩვენ აღმოჩნდით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. შეიძლება გადმოწიეს. კი, ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ იქ თუ ვინმე დახვდა და ესა რა ქვია, შიქ ხო არა გაქვთ, კითხა. არგუმენტი არ გვექნება, იმიტომ რომ შეიძლება გქონდეს. რამდენიმე მეტრის და სერიოზული პრობლემები შეგვიქმნება საზღვრის უკანონო კვეთაზე. მაგრამ საინტერესო თავგადასავალი ზუსტად იქ იწყება, სადაც ყველაფერი ნორმალური, არანორმალურში გადადის. სადა ვართ, ჩემი კარგი. ჩვენი ჩელენჯის მთავარი მიზანია, რომელი უფრო სწრაფად მიაღწევს საქართველოს რუკაზე ამოსულ უცნობ წერტილს. ძმაკაცი სულ როგორ უნდა აგვიანებდეს მითხარი რა. თან რა მანქანებით ვართ და რა ჯიპით მოვა წარმოდგენა არ მაქვს ხა. რაც საქალაქო ვერსია იქნება შედარებით. მე მაგრად მოვემზადე. ძმაკაც არის და მოუხდება რა, დიდი ბრუტალური მანქანა რაღაცა. ველარით რომ მოვიდეს ახლა. ველარი რანაირი ბრუტალური მანქანა. ძმაკაცის მანქანა. ან X5-ით მოვა. ველარი Range Rover-ის რაღაცა ვერსია იყო რა. ხო. რომელი ვერსია იყო არ ვიცი რა. აჰა. ჩემი კაი რა პარკეტის მანქანით დადის ეს რაღაც ველარი ჯობდა ისევ ამას. ხო არ გადავა. არა, X5-ზე ცოტა აუცდი, X4-ია რა. ერთით აცდი. ერთით აცდი. როგორ გიკითხოთ, შემოკარგებო? გამარჯობა, ძალიან კარგად. არაჩვეულებრივად გძნობ თავს, მინდა გითხრათ. ამინჩი გაგვიმართლა, მაგრამ მე არ მგონია რომ შენ გაგიმართლა დღეს ჩელენჯში. ნახოთ. ოფროუდის მონსტრებით რო ხარ წარმოდგენილები აქ თოჟემნი რა. თოჟემნი. პარკეტის მანქანა, კარგად იგებს. ბიჭო, რა მანქანით ხარ შენ? გითხარი საბოლოო ჯამში. ჯიპია შენიც? ეს არის ჯიპი, რენეგეიტი. ორი და 4, 180 ცხენის ზავა და რაც შენი მანქანა, რაც აღარ უყურებთ, იმის ერთი დაბალი ვერსიაა ეს. ეს დაბალში რა იგულისხმება? ანუ ის ხო ტრეილ ჰაუკია. კი. ოფროუდ რაღაცა. ეს უბრალოდ საქალაქო ესურია რა. 4 ვედე აწერია და პნოპკა ენტვება. დანარჩენი გამოჩნდება, მაგრამ მე გავიცვალისწინე. კი, სპირტი არ ჩავასხი და რა ჩელენჯია, ეხლა დრაგი რო იყოს, მაგრად გამიტყდება, იმიტომ რომ სპირტი არ წამომიღია. სპირტი რო წამოიღო უშველია და აქ ვერსია გავუწყდა, მაგრამ ხეროს მაინც გავასწრებ. სამაგერად ოფროუდ ვერსიაზე მოვემზადე და საბურავები დავაყენე. ო, ეკაი. საბურავები კი, ნამდვილად თან ვიცოდი რომ ორივე ერთი სტილით და კლასით წახვიდოდით საბურავებში და ამიტომ მე ცოტა სხვა გზა ვირჩიე და იმედი მაქვს რომ სადმე ისეთ ადგილზე მოხვდებით, სადაც თქვენი საბურავები ვერ იმუშავებს და ჩემი იმუშავებს. არა, მინდა გითხრა რომ ფიფქიანია ეს საბურავიც. მინდა გითხრა რომ ამ საბურავს ფიფქით ყვილად ახატი. ანუ ფიფქთან არანაირი კავშირი არ გააჩნია საერთოდ. ხო, უბრალოდ 100 ლარიან ჯარიმას არ დაგვიწერენ. უბრალოდ პერევალზე გაგიშვებენ თორე. ფიფქი ამ საბურავთან არ. ხო, დანარჩენი არ ვიცი. თუშეთში ვარ 4 ჯერ ნამყოფი და ძალიან კარგად იარა რა, ვიცი რომ დადის. ეგ არის და ეგ. არა, კი, ვიზუალურად თბილისშია ნამყოფი, გლდანში. კაი, გითხარი შენი მანქანის შესახებ. X4 არის, ხედავთ? ჩვეულებრივი X4-ია. არაფერი განსაკუთრებული, ეხლა აღმოვაჩინე რომ გაუსვია ვიღაცას და ფარზეს კუთხე მოუტეხიანე ტავიდიყო, არ ვიცი გერთო ჩემო. ვერ მიხდებით ის არა, ჩემი მეუღლის მანქანაა. შენი მეუღლის მანქანა. ოკეი, ჩემი მეუღლის მანქანაა, მეუღლე დადის ამით. და ნომრები ვერ გადმოვაყენე, გადავცვალე და გადმოვცვალე და არეულად გვიყენია ამ ეტაპზე. ჩვეულებრივი X-Drive-ია.
E45-ია 3-დან 0 და მეტი არაფერი რავი, ანუ იმ ჩელენჯისთვის რისთვისაც ეს არის დღეს აქ მოყვანილი, მეტი დამახასიათებელი თქმას არაფრისას აზრი არ აქვს. ხიდები ბლოკირებულია აქ ზოა. არა, ღია ხიდია. ოდესმე ტალახში არის გავლილი? არა. აი ამ ხელა ქვებზე თუ გადადის. არა, ასფალტიდან არ არის გადასული საერთოდ, არ ვიცი რა ელის ამას. თუმცა, ქვია BMW X-Drive-მა დღეს შეიძლება გვაჩვენოს რა სხვაობაა X-Drive-სა და სხვა 4x4 სისტემებს შორის, მათ შორის ჯიპების 4x4 სისტემებს. ვიცი, ანუ რეალურად, ანუ 4x4-ზე კი, მაგრამ აი ეს დიაგონალზე რო დაიკიდოს, როგორ მუშაობს? დიაგონალკა საკონტროლებს ჰაერში რომელიც იქნება, იმას აბუსავებს? ჰაერში რომელიც არის, იმას ტორმოზით იჭერს და მეორე საბურავზე გადააქვს ზალა. ანუ ესე იგი, მუხრუშს მჭერს რეალურად და ავტომატურად მეორეზე გადადის ზალა, რომ ამოათრიოს იქიდან. ჰაერში ტრიალებს საბურავი, იმას უჭერს, რომ მეორე საბურავმა გადაიაროს რა და გადაბმულობას რაც შეეხება წინა უკანა გადაბმულობას ჩვეულებრივი რაზად გაუყენია, რომელიც მუფტით ირთვება, ანუ შეგ პატარა მოტორჩიკი აქვს, მუფტით ირთავს წინა ხიდს, რა ძირითადი უკანა წამყვანია და წინას ირთავს როცა საჭირო, თუმცა დაბალ სიჩქარეზე ძირითადად სულ ჩართული აქვს, ამიტომ ნახოთ. წესით არ უნდა დაეკიდოს რა. მაინც პარკეტის მანქანა. კაი, მოდი ახლა განახებთ ნამდვილ მონსტრს. თუმცა მაინც მე ვიცი რომ ჩემი პარკეტის მანქანა დღეს თავს გამოიჩე. ეს არის ჯიპ ჩეროკი. სამი და 2 ძრავი, Tailhawk ვერსია არის, ანუ ოპშენია ეგეთი, რომელიც უფრო off-road-ისკენ არის გადასული. ესეთი არის. ჰაი კლასია რა. მაგრამ ეს არის პლუს 4 სანტიმეტრი დალიფტული. უყენია საბურავები, რომელიც არაჩვეულებრივად უნდა მუშაობდეს off-road-ზე, ყოველ შემთხვევაში მძიმე off-road-ზე არ წავსულა რამითი, მაგრამ კარგად მუშაობს. ეს ის ოქროშუალედია, რომ ქალაქშიც კარგად გატაროს. და off-road-ზეც რაღაცა თქვას, რა ყოველ შემთხვევაში. სხვა ორივეს ATV-ები გიყენიათ და ეს არის რა ქვია. მე მომწონს ეს ვერსია. იმედი მაქვს რომ სადმე ესეთ გასიფულ თოვლზე აღმოჩნდებით, სადაც თქვენი ATV-ით აზრი არ ექნება სიარეს. რაც თავარია ამას აქვს, ეგრეთ წოდებული პანიჟენიას რო ეძახიან ხოლმე, ანუ დაბლება გადაცემს. რეალურად, კი ბატონო, აქვს ბლოკირება უკანა ხიდის, არ მახსოვს წინა ხიდზე არის თუ არა. ბლოკირება, ანუ მუდმივი აქვს თუ ჩართვადი აქვს? არა, ჩართვადია, უნდა ჩართო. ჰაერზე აქვს თუ ელექტრო? არ ვიცი, ეგ არ ვიცი, აი ეს ერთი ღილაკი აქვს, ესეც სამხედროა, მაგას ბლოკ აჭერ და всё, იმუშავებს იდეალურად რა. არა, მაინც ყველაზე მომზადებული შენ ხარ მოსული. მეც ვფიქრობ, რომ კი, ყველაზე მომზადებული მანქანა ამათ შორის ეგ არის და X4 ყველაზე მომზადებელი არა, საერთოდ წასვლელი არა. X4 საერთოდ არ ამით მოდიოდი, მე ჩემი ცოლის X3-ით მოვიდოდი. შეიძლებოდა, ანუ X4 საერთოდ არ წერია, სად აქ, მაგრამ ნახოთ რა გამოჩნდება. ესეთი ჩელენჯები თუ გევასებათ კიდე, არხი აუცილებლად გამოიწერეთ და მარტო ჩემი არა, შეგიძლიათ ძმაკაცის არხი აუ რამხელა დავალება მივეცით. კაი ძმაო, ამათი გამოიწერეთ მარტო. მოკლედ, ჩვენი მისია რაში მდგომარეობს? ჩვენ გვაქვს საქართველოს რუკა წამოღებული და გვაქვს ასევე პატარა დარცის თამაშის ის არის, ვიცი და როგორც წინას გავაკეთეთ, რენდომად უნდა ავიღოთ და ვესროლოთ რუკას და სადაც არ მოხდება, იქ უნდა მივიდეთ. ზუსტ კოორდინატებს ავიღებთ. იქ უნდა მივიდეთ. ანუ ეგ ვიგულისხმე როგორც სადაც არ უნდა მოხდეს მეთქი, იქ უნდა მივიდეთ. ეგ იყო იდეა. სადაც არ მოხდება იქ მისულა იქნება. წინანდელივით რო გროზნოში არ მოხვედროდა. Американец, бля. გროზნოში ვინ ისროლა? ბიჭო, ეხლა დაგებლა რა, მარტო საქართველოს რუკა უნდა გამოგეჩინა. დანარჩენი და დაბზარო. ან ძალიან ახლოდან უნდა ვესროლოთ. მოდი გროზნოში ვარ წავიდეთ. შენ მაგას ვაისროლოს. ნახოთ როგორი მიზანი აქვს. სადაც იმედია საქართველოს იმედია ანუ თლიან რუკას არა ვაცილებ და სადმე ოკეანეში არ აღმოჩნდება. ნახოთ, სადაც ვარ და ილონ მასკი და ძმაკას დაზმაკაცდებიან და წავლენ მასზე. თავარი ჩანაფიქი ჩელენჯის არის ის, რომ სადაც დარცი დაერჭობა მაქსიმალურად ახლოს ვინ მივა იმ წერტილით. კი. კი, მე აღმარზე სირბილს და უკან მანქანით გამოკიდებას აღარ ვაპირებ. წინას არ ვამბობ, ვისაც ეგ კადრი არ გინახავთ და თან სანამ სუკანი ვიყავი, ეგ კადრი შევიძლიათ ნახოთ, როგორ გავგვიარ და ბუბუ როგორ მომდეს მანქანით. ეხლა კი ნახოთ დღეს რა გამოგივა დღევანდელ ჩელენჯში ვინ მივა დანიშნულების ადგილს. კარგი. ჩვენ ეხლა შეგვიძლია ვისროლოთ. მე მანქანები მოვაწესრიგოთ თუ რამე გვაქვს გასაკეთებელი და წავიდეთ. ბოგრიჟგა. ოკეი. წამო ჯერ ვისროლოთ. წავედით.
ექსკლუზიურად ჩვენი მაყურებლებისთვის, ვისაც გამოწერილი გაქვთ ჩვენი არხი, Coinmania-მ დააწესა $3 ოდენობის კრიპტო, რომელიც წინა ვიდეოში დაანონსდა და ჩვენი გამარჯვებული არის გიორგი აბუთიძე. თქვენ კი რომ არ გამოტოვოთ Coinmania-ს სურპრიზები და აქციები, შეგიძლიათ გადმოიწეროთ Coinmania-ს აპლიკაცია და გაიაროთ რეგისტრაცია. ბმულს ჩვენთან აღწერაში ნახავთ. ჩემი ჯერია? თქვენი ჯერი. შემდეგზე მე ვისვი. სადმე ისეთ ადგილზე რომ ჩემი მანქანით მივიდე. დავაი. ოპა. აი, ეგ არის კახეთი. სიღნაღამდე არ მისული არის. არა, მოდი არ მისული. ზუსტი კოორდინატები ავიღოთ. ახლა სროლა შემძლები. ბიჭო, თან ის არის, სიმწვანი არ არის ძა. თან როგორ ახლოს დავასვი თბილის მესროდი რომ მეთქი აი აქვე ეხა ზუსტად ეს ადგილი რო აღმოჩენილიყო, რა უნდა გვიქნა? არაფერი ვიდგე. უნდა დაგვეთავრებინა ვიდეო? ჩათი გვეტყვის ზუსტად კოორდინატებს. ხარ ზუსტად გვეტყვი? ახო, ცოტა. ესე ძმაკაცობენ, ეს და ChatGPT ძმაკაცობენ ძალიან ახლოს არიან და სკეპტიკურად ვარ განწყობილი. всё, ეგ არის. რა? 41. ზუსტი ლოკაცია და კი, ზუსტი ლოკაცია დავსვით. სოფელი უდაბნოსთან არის დაახლოებით. კაი, რავი, მივიდეთ ვნახოთ რა, რაღაცა თასავით ჩანს. ეს არის ეს ადგილია? ხო, ეს არის. ოკეი. წავედით. რუკაზე ამოსული კოორდინატები არის სამხრეთ კახეთის მხარე, კონკრეტულად სოფელ უდაბნოს მახლობლად, თუმცა რუკიდან გამომდინარე ჩანს, რომ ამ წერტილის გარშემო სიცარიელია. წერტილამდე მისასვლელად ხევია გადასასვლელი და შემდეგ კი მაღალ მთაზე გაუკვალავი გზა მიდის. ძმაკაც, რადგან ძველი გამხმარი საბურავები უყენია, წავა ტერამოტორში საბურავების შესასვლელად. მე ტუზ მოტორში გადავალ, რომ ყველაფერი შევამოწმოთ ჯიპზე. ბუბუ კიდე დაგველოდება აქ, სანამ ჩვენ საქმეებს მივხედავთ. აუ, კრეკერები მეც მომეც. მადლობა. ბუბუ ნახე. მოდი. გაერთობ. არა, ხერხთა გადაღება მევასება რა კროკოდილსაც რომ. ძალებისგან უცნობ სიგნალის მოახლოებას უტოვებთ ჩემს კონებას, ჩემს სამ საუკეთესო მეგობარს. უი, ჩამონათვალი წამიშალა. ისედაც X4-ით ვარ წარმოდგენილი ამ off-road-ის მონსტრებთან. ამიტომ ისედაც X4-ით რო ვიყავი წარმოდგენილი, ეხლა გადავწყვეტე რომ თერამოტორში შემოვირბინე. ამ მანქანით წასვლა არ ღირდა ზაფხულის საბურავებით, ეხლა ავაწყო ზამთრებს. თან რაც ვნახე, ისეთი ზამთრებია, რომ აი შაშან გლიზაკით რაც ვიარე, იმაზე ნაკლებად ნამდვილად არ უნდა იაროს პროტექტორიდან გამომდინარე. რეზინის შემცველობა ეხლა გემოზე ნამდვილად არ გამისინჯია, არ ვიცი, მაგრამ პროტექტორს რასაც ვყურებ, ძალიან კარგად უნდა იაროს უმეტესობა ადგილში, სადაც სწავლობთ და აი სადმე მოსიპული თუ იქნება და გასწრებაზე თუ იქნება საქმე, მან ნამდვილად პირველები ვიქნებით, იმიტომ რომ იმათ საბურავები ნანახი მაქვს რა უკენია და ზამთრები. მოკლედ, მოვედით ისევ ტუზ მოტორში, off-road challenge-ამდე რომ ყველაფერი უნდა გადაამოწმო, ეგ ხო ურჯერორია. იმიტომ რომ რამე თუ გაგზურა მთაში სადმე მაგარ შარში ხარ. პირველ რიგში სავალ ნაწილს გადავამოწმებ, დავწუნდებით რომ ყველაფერი რიგზეა, თუ არა და აქვე მოვაგვარებთ და მეორე რიგში უკვე პაკელოს ZC-ზე გადავდივართ ჯიპშიც, მართალია ამერიკული ჯიპია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან მოუხდება იტალიური ხარისხი. დანარჩენს კიდე ერთად ვნახავთ და შევხედავთ როგორ დაალაგდება სიტუაცია. ბიჭო, ნახე როგორი ბილია პროსტა რა. ანუ ეს არის რა ქვია, ეს არის იმის წარმატების საწინდარი თოლზე სასიარულო, თოლზე უფრო სწორედ თხელ თოლზე და მოყინულზე სასიარულო და იმედი მაქვს ცოტა დიდ თოლში თუ სადმე მოხვდებით, იქაც გაივლის, იმიტომ რომ პროტექტორებს საკმაოდ სიღრმე აქვს და წესი და კანონით არ უნდა ამოივსოს ძალიან მარტივად და მუქსაობა არ უნდა დავიწყოთ თან მით უმეტეს რომ რეზინი გვაქვს, აი ეს არის ზამთარი.
ანუ ერთადერთი არის რულავოის თემა. ო, თვითონ რულავოისაა ხო დარხეული? ანუ ღერძი დადის? ხო. როგორც ყოველთვის ხეროს ყველა ჩელენჯში, ამჯერადაც მე მოვიდე ძალიან დიდი. ნახო, წინაზე კი მართალია ეს რა ქვია, ბუბუ მოიგო, იმიტომ რომ ყველამ და ყველა ფერმა ბუბუს მე არჩია, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვარ. ნახოთ რა გამოგია. და იმედია ამ ვიდეოს ჩემი ცოლი არ ნახავს და არ ნახავს მის მანქანას რას უშვები ამ ვიდეოში, იმიტომ რომ არაფერს არ უყიდებ. ბოლომდე უნდა გავწირო, სადაც ესენი წავლენ ყველგან გავიდე. ძმაკაცმა კი დააყენა ზამთრის საბურავები ტერამოტორში, თუმცა შეგახსენებთ, რომ რადგან ტერამოტორსი თავის საბურავების უშუალო შემომტანია და ერთ-ერთი საუკეთესო ფასი აქვს, ჩვენი მაყურებლებისთვის პრომო კოდით ხერო ფას დამატებით 10% დააკლდება 1 თვის განმავლობაში, როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის საბურავებს. ზეთებიც მოვიდა, მოკლედ. აი აქ არის ჩვენი პაკეტები. ნევნელა გავუშვებთ. დავცვლით ჯერ აქედან ძველ ზეთს. სხვათა შორის საინტერესოა ერთი როგორი ნამუშევარი იყო ძველი ზეთი. მაგებს უაკვირდები ხოლმე. სილვის ძრავების აწყობის მერე რაც დავიწყეთ ძრავების აწყობა, გამოსულ ზეთს ყოველთვის უნდა დააკვირდე რა. ეგ არის, всё? დავай, спасибо. ეგ ალმატურა აიტანე კრანით და ის ბეტონმეშალკა რომელმა გამოგებულმა ჩააქრო, ჩაბეტონდა ცემენტი შიგნით. მოკლედ ერთადერთი რაც გვიტრაკებს არის რულავოის რასაც ეძახიან, ანუ მოხვების ღერძი. ქართულად ეგრეა, არ ვიცი. მაგრამ ნუ ეხა off-road challenge ეგ არ გაგჭედავს რა. თუ მაინდა-მაინც რაღაც კლდიდან არ გადმოხდით, არაფერი არ უნდა დაემართოს. ეხლა რამდენი მიწერთ ხოლმე რომ M3 რაშვებაო, უნდა მივიდეთ ლუქს აუტოში, მარცხენა სარკეზე არ ვიცი ვინმე დააკვირდით თუ არა, რაღაც პატარა პრობლემა გქონდა რა. და ეგ პრობლემა უნდა მოვაგვაროთ, ანუ ახალი სარკე უნდა ვიყიდოთ თუ აღდგება ეგ პატარა აიხლა ნაწილია რა. ეგ მოგვარებადი არის თუ არა, დაახლოებით $800 ღირს მაგის სარკედან. ეგ მოგვარებადი არის თუ არა, მაგას გავაკეთოთ ეხლა და დაულოდეთ. მოკლედ წვრილმანი რაღაცებიღა არის დარჩენილი, აი მოვიდეთ ჩვენც. მოკლედ ლუქს აუტოში საკმაოდ ბევრი მანქანაა, მუშაობენ ბიჭები. ექსკლუზიურად პატარა დეტალებს გაჩვენებ, რაც უნდა გამოვასწოროთ. ეხლა მთლიანად არ განახებ სპეციალურად რა, მაგრამ აი ეს პატარა სურპრიზები დაქვს, ნახე. აი ეგ პატარა ფრთები ეყინა. აი ეგ ნახვეტებია, ნახე. აი ესეთი რაღაცეები, რომელიც მე გამოვჭო. და უნდა ჩამოვიტანოთ M3-ის პატარა ესეთი ფრთები, რომ ეგ დეტალები შევავსოთ და ესე ნახვეტები არ დაგვრჩეს. რა ვიცი, მოიცა? იქიდან მაინც განახებ. მაგრამ ეხა მთლიანად არ მინდა რომ განახო რა. ექსკლუზიურად მინდა ყველაფერი დაგათვალიერებინო, როდესაც მთლიანად ყველაფერს გავამზადებთ. მათ შორის აი ეგ პატარა ის რო იყენა სპოილერი კარბონის, ეგაც ავაზერით, სულ მცირე ხარვეზები ქონდა ზედა მხარეს. ლაკი იყო გატეხილი, მაგასაც გავაპრიალებთ, აღვადგენთ და გამოგვივა იდეალური, რასაც ქვია. ჩვენი ხუფი კიდე მიცადე არის აი აქ. აი ეს არის. პლასმასის ხუფი. კაი, მოკლედ დაუბრუნდეთ ჩვენ off-road challenge და M3-ის ვიდეოს კიდე მე ცალკე გადავიღებთ და განახებთ. მაპზე 200 კილომეტრამდეა დასაფარი, თუმცა ჯობია რომ სოკარის ბენზინგასამართ სადგურზე გავჩერდეთ, ავზები ბოლომდე შევავსოთ და ისე გავაგრძელოთ გზა, რადგან გავიგეთ რომ სოკარის საწვავით რაც უფრო მეც დადიხარ, მით უფრო მეც ზოგავ. ფაზაკლება განისაზღვრება წინა თვეში დახარჯული საწვავის მიხედვით. მაგალითად, ეხლა თუ ჩავასხავთ 150 ლიტრზე მეტს, შემდეგ თვეს 25 თეთრიანი ფაზაკლება გვეუბნის როგორც სოკარის ლოიალურ მომხმარებლებს. ბუბუ, ბიჭო, შენ ყავს იგივე ბრენდის მანქანა ავტო ჯიპი და ეგ ჯიპი რამდენად კომფორტულია ესე ქალაქში. შენი გაცილებით კომფორტულია. არ არის ეს კომფორტული.
ჩვეულებრივი იუა რა, პროსტა 2018 წლიანი თუ 19 წლიანი. და არც წვაკ ძალიან ცოტა რო არ მოგატყო, ჩათვალე რომ X3-ის ნაირად მიწავს ზუსტად. ვა, ბიჭო, ეს მე ქალაქში ძალიან დამევაზა. სიმართლე გითხრა, სანამ ჩამოვიდოდა, ბევრად ნეგატიურად ვიყავი განწყობილი. Просто ეს რო trail hockey-ა და დალიფტულია, მე კი მაგრად გაასწორებს ოფროდის თემაში თქო, მაგრამ შენ წარმოიდგინე ქალაქში ძალიან კარგად დგას. გამწეობად საკაიფო აქვს და კომფორტულია, რა ვიცი, საჭის გათბობა, საორძლების გათბობა. რა ვიცი, კაია, მაგრად ასწორებს. ბიჭო, პარკეტის ჯიპი რამდენად კომფორტულია, ერთი ეგ მაინტერესებს. ლუქს აუტოდან მომდის თან მესიჯები, იმ სამზე განახლებები. ერთ სული მაგ პროექტს მოურჩეთ და გავიდეთ ბოლოში. კაი, ეხლა ლოკაცია ჩავრთოთ. საათი და 40 წუთს გვიწერს. ჩემი პარკეტის ჯიპი გაინტერესებდა თამხანაგებო, ხო მე მგონი? ხო, ანუ აი რეალებულ პარკეტზე უკეთესად დადის ეგ მაინტერესებს თუ აი ცოტა ძველ პარკეტზე რა, ძველ პარკეტზე შეიძლება მოჭიდება უკეთესი კონდეს. მინდა გითხრათ რომ ყველანაირ პარკეტზე მაქვს გატესტილი და ძალიან კარგია, გზიდან არ გადავსულ ვარ და დღეს წესით და კანონით გამოჩნდება რისი მაქნისია ჩვენი პარკეტის ჯიპი. თუმცა ეხლა მე ამით რომ ვაკვირდები, მე მგონი სულ ყველა დავაყენე, საბურავებიდან დავაყენე და იმედი მაქვს რომ იქით მაინც თოვლის მაგვარი იქნება და არ შევრცხები თავიდან ბოლომდე. ნახე ყველა ვარიანტში მაინც ზამთრის საბურავები გირჩევნია ტალახში და იმებში. იმიტომ რომ პროტექტორი ისეთი აქვს, რომ ბევრად უკეთესად ივლის, ტალახი იქნება თუ რაღაცა იქნება, ვიდრე ზაფხულები. ხო, იმას რაც მეყენე ნამდვილად აჯობებს ყველა ვარიანტში. ორი აზრი არ არის მაგაზე, მაგრამ მაინც ნახოთ. ანუ ამ კონკრეტული არ მივიღია ცუდ გზაზე, მაგრამ სხვა იგზრავებით მაქვს გამოცდილება და საკმაოდ ისეთია. კარგად დადის, რა ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს რომ სადმე რომელიმე იგზრავებით გავჩერებული ვიყავი და ვერ გამევლოს და მოbrunება დამჭირებოდა და რაღაცები. ნახოთ. დღეს რა იქნება? გამოჩნდება ჩვენში რომელიც ყავს პარკეტის ჯიპი. აი რაც თქვი ხა, არც არ გაუჩერები ვარო რა. ეგ სიტყვები ხო მაქვს ჩაწერილი და სადმე რო გაიჭედები, მაგ სიტყვებს დავადებ ფონად, შენ გაჭიდი. მანქანას ძალიან მოუხდება დარწმუნებული ვარ. კი, ედიტში არაჩვეულებრივად ჩაჯდება, თუმცა ტყუილად გაქვთ იმედი რომ მესადვე გავიჭედები. აქ მარტო მანქანაზე არ არის პრაგმატიკაც მნიშვნელოვანია. რაზე იძახი? ძრავის პრაგმატიკაზე იძახი? ანუ შენ ძრავით შემოიტანე უკვე თემაში, რომ ძრავი გაძლებსო? არა, აქ რუსა და სკამშორის პრაგმატიკაზე იყო საუბარი. ოკეი. კარგი, ვნახოთ. ისე ჩასაბმელი მაქვს, რო იცოდე მართლა. შემდეგ წდაზე მოდი ნამდვილი უგზოობის მანქანები ვცადოთ. სიმართლე გითხრა მე მგონია რომ ძალიან ნამდვილი უგზოობის მანქანაში ვზივარ ეხლა, მაგრამ შენზე ნამდვილად მაგას ვერ ვიტყოდი, ვაღიარებ. მე მგონი რომ უბრალოდ შეგონია რომ ნამდვილად უგზოობის მანქანაში ზიხარ და უბრალოდ აყალყული ჩეროკი დადიხარ, მაგრამ ნახოთ გამოჩნდება. ჩვენი გზა რუსთავის გავლით მიდის. ჯერჯერობით ასფალტიანი გზა მიდის, მაგრამ კახეთში გადასვლის შემდეგ გზა მაპზე ბუნდოვნად ჩანს. სავარაუდოდ მოგვიწევს ახალი ბილიკების გაჭრა და მთების გადავლა. ჩელენჯი მაქვს ამის შემდეგ. ნამდვილი ოფროუდის მანქანა მოვიყვანოთ. ოღონდ ვინ რას მოიყვანს რა? ყველაზე მაგარი ოფროუდის მანქანები მოვიყვანოთ. ვისაც რისი საშუალება გვექნება? რაღაცა ყავს გულის ესე. სადმე. სანაცნობოში. მივესალმები ჩელენჯს, მე დაჟე უკვე თავში მიტრიალებს ერთი ჩემი მეგობრის ავტომობილი და სიამოვნებით ჩავერთვები მაგ ჩელენჯში. კაი, ბაზარი არა, მე არ მეტრიალებს ახლა თავში არაფერი, მაგრამ მინიმუმ ძალიან დიდ საბურავებს დავაყენებ ამაზე. მაგაზე თუ დიდ საბურავებს დააყენებ, უკვე აღარაფერი აღარ არის, იმიტომ რომ მაგაცი სავარაუდოდ რაღაც ოფროუდის რუჩხულს მოიყვანს და მეც უკვე თავში მიტრიალებ და ერთი ჩემი მეგობრის მანქანა, რომელიც ავიზი 27-იანი საბურავებით დგას და მიცდის. მაგაზე ერთი ჩეროკი კიდეზე ვიდა რომ დააყენო და დაახლოებით 40-იანი საბურავები ჩამოკიდო. მაინც აზრი არ ექნება არანაირი. წინასწარ გეუბნებით რომ იცოდეთ, ისეთი არაფერი ჰაილუქსის ვარიორი მომყავს. არა, მე ეხლა რასაც ფიქრობ, Nissan Patrol-ზეა საუბარი, თან კარგ Patrol-ზე. ნახოთ, მოკლედ ჩელენჯი მიღებულია. დაჟე მოიცადე ეხლავე დაურეკავ რას მეტყვის მაინტერესებს. შენ თქვა გადარეკავ, მე ჩემი ზედა დავრეკო ეხლავე ძმაო. მე საჯანდაბაში გადავრეკო ჯერ არ ვიცი. მაგრამ შენ თუ გეგულება რამე კარგი მანქანა, კომენტარებში დაწერე აქ. შეიძლება
მაგითი მაინც გამოუძვრეთ. ჯაბა, რაზე გაწუხებ ერთი სათხოვარი მაქვს ეხა შენთან უბრალოდ კითხვა. Короче, ხეროსთან გვაქვს ესეთი ჩელენჯი რა. უნდა ვითხოვოთ უგზოობის ავტომობილი და რომელი წავა კონკრეტულ ადგილამდე რომელი მივა. რამე რო იყოს, პატრულს გვათხოვებ. ნუ კი გათხოვებ. პატარება არ გეშლება შენდა. არც კეთება. იდეაში არაფერს ერთი ადგილი სადაც მაგმახანი ჯვერი მიყვა. ვიცი და მაგითო მინდა რომ სიამაყით მივიდე, რო ვიცი ეგ რა მანქანაც არის. კაი, ჩემო ძმაო, აღარ მოგასცენ, მაშინ უღმესი მადლობა წინასწარ. აჰა, მე პატრული მყავს. დანარჩენი არ ვიცი. всё, მეც მყავს. არ ვიცი რა მყავს ჯერჯერობით, არა. კი, და სურპრიზად დავტოვებ წინასწარ არ გეტყვით. ეგ პროჭობაა, თქვენ გითხარით, შენ რატო გვიმალავ? ბიჭო, მინდა რომ შოქში ჩაგაგდოთ მე და მაგით. ბიზი ჩემი შოქში ჩაგდებ ეგეთი ადვილი რო იყოს. მოდი ხერო, მოდი განახო რას ნიშნავს ნამდვილი პარკეტის ჯიპი. ბიჭო,ენ ჩემს ფენებს მოიხუმრები. ეჩერე მარჯვნივ მაშინ. აი ეს კაი მონაკვეთია. და იმ სატვირთოს დააკვირდით როგორ გაივლის, სადმე ჩავარდება თუ არა. არჩე ბიჭები დრაგს აპირებენ რა. მე 4 ცილინდრიანი ვარ, ისინი 6 ცილინდრიანები. მე ლაფში დაუდრაგა ორივეს. აი ეს გავყვე. სადღა მიდიხარ. იცი ოდნავ განთავისუფლდა შეჩემა ხო არ დავარღო კანონს. არასდროს აღარ გათავისუფლდება. ეხა დავაი, გავიდა დააჭირა, უცბად შემოვიდა. დავაი. როგორ ეთყობა ამას რათებას არ უარულია? აი, მოჭიბა დაასიგნალა, მიდი. ჩემი კაი არა ბიჭო, მაგრად მიდის ჩემი. ბიჭო, ტორმოს დავაჭირე გაზის ნაცვლად. არ გინდა ეხა იქ ბაზარი რა. დიდი ხანია მაგმანქანას გაზი არ დაგიდგია ფეხი, იმენა დამწვარი კატალიზატორის სუნი დააყენა, გამოსაწველი. კი, საუკუნეა არავის ჩაუფარებია ამ მანქანაზე. ხერო, შენი მანქანა იმდენად ნელია, რომ უკნიდან გეწეოდი. არ გვინდა ეხა ეს რა. ძმაო, ეგ არის 6 ცილინდრის ზალა. მოდი, გავა. კიდე გიცა? არა, შენ წადი მე დავეჯიბრები, ეხლა რა ხერა უნდა უხრა ამას. მზად ხარ? ხო. 1 2 3. არა გეწევი. მოდი, შემო. გაზზე ეს აგვიანებს რეაქციას. რა? მაგრამ მე ჩოლებრივი გეტევი. ბიჭო, მეწევი მთავარია, ვერ მასწრებ, თორე რომ მოდიოდი მეც დავინახე. თორემ სიტყვები ხო იცი? ბიჭო, მთავარი არის ვინ უფრო სწრაფია, ბრატ, და ეხა მე უფრო სწრაფი ვარ. რა სწრაფი ხარ, ბიჭო, რანაირად? ეს აგვიანებს გაზზე, თორე მე არ მოგვიანებს. საბოლოო ჯამში დრაგზე რო დავდგეთ, მაინც გაგასწრებ. ბიჭო, როგორი ოპტიმისტი ხარ? არა მგონია მე 402-ზე რო გამასწრო. ვეცა 402-ს ეგენი გადიან ვაფშე? მოდი. მზად ხარ? დავა. 1 2 3. ბიჭო, ვისა? მანქანა მოდი და კაი, მანქანა მოდის წინ, ბუბუ შემოუშვი. ადრე რატო დამიდგი? არ გვინდა ეხა ეგ ბაზრები, ძმაო. შენი 180 ცხენი იმას კეთებია, დამშვიდე ბრატ. მე ლაფში დავსტარტოთ რა, აი. ყველი ტექნიკა და უფრო საინტერესო იქნება. მანდა სანახმოვარ. ანუ სადმე მინდორის სწორი თუ გაიჩნდა ვცადოთ. ოკეი, კაი. მარა ძვაკაცის მანქანა იმენა ძალიან სწრაფია, აი შედარებაც არაა, ძალიან სწრაფია. არ ვიცოდი რომ დრაგს აპირებდი, თორე წამოვიღებდი და მაგ ერთ კორპუსს ამოვიღებდი კაკრას სპირტით. არის და საბურავები დავინახე შენ საბარგულში რაღაც. 17 მეტრზე რო იყო ავტომობილი საბურავი. ბიჭო, ეგეც რო წონა მიდევს, მაგიზრალია რომ გადიხარ, თორე ალბათ გაგასწრებდი. ჩვენი სპორტ რეჟიმი გავთიშოთ. ლაბაოიში ხა ისეთი ქვა მომხვდა. ისროლე? აქ ცოტა ხანში მარცხნივ უნდა ჩავიდეთ, ხო იცი? არ ვიცი მე გზა შენ მოგდეო. ხვის ბიზნე პირველი შენ მიდიხარ და შენ მოყვებით ყველა. სანამ დრო გვაქვს ბარემ, როგორც იქნა, გავაკეთეთ საქართველოში აუქციონზე ავტომობილების დათვალიერების პლატფორმა, როგორც არის იგივე BitCars-ი, ოღონდ
ბევრად მოსახერხებელი, ბევრად მარტივი, რაც ყველაზე მთავარია, ავტომობილები წაშლილი არასდროს არ არის და თან რაც ყველაზე მთავარია, Carfax-ის ყიდვა ყველაზე იაფად შეიძლება. ასევე ძალიან მალე დაგვემატება ავტომობილის ფიზიკურად შემოწმების სერვისი, ანუ თუ ყიდვა გინდა და ავტომობილის შემოწმება გინდა, შეგიძლია მარტივად საიტიდან დაჯავშნო შემოწმება, ჩვენი წარმომადგენელი ნახავს ავტომობილს, შეამოწმებს და სრულ რეპორტს მოგაწვდის რა მდგომარეობაში ავტომობილი. მე უკვე თავად გადაწყვეტ იყიდო თუ არ იყიდო. CarCheck G. როგორი რეკლამა მივეცი. ეს რეკლამა ხერო კლიანტ მე ჩასვაიცოდა. არ მაინტერესებს 20 წუთი ვლაპარაკობ თუ არა. რეკლამათ იყოს, CarCheck G არ დაგვავიწყდეს. ეხლა კი გაგრძელდა ჩვენი ჩელენჯი. კი ვლატაო მთელი დღეა. მე გამოვივლი და რაღაცები ვიზავ და ჯერა ჩემი ბაკარის და რაღაცები. ანუ როგორც მინიმუმ უცრით ჩამოკიდების პოტენციალი მაქვს უზარმაზარი. ნახოთ რა გამო. ღორი რა ჩამხლეთ მიწა. ღორი რა ჩამხლიდა. ფული მოჯი. ნახე. აი ეს თეთრი ხაზი თუ ჩანს მან. აზერბაიჯანის საზღვარია რა. აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მიწევს მისვლა. ო და იმედია. ნაკლები ექსტრემი თუ შეიძლება. იმედია გადაურჩებით. მარცხნივ ნახე რა მაგარი მინდორია ბიჭო. თა რამხელა მინდვრებია ბიჭო და. წამო ხერო გავდრაგოთ. მანდ მინდორში. ნახოთ გადასასვლელი თუ არის თუ გინდა და გავდრაგოთ. პროსტო ძალიან დანგრეული გზა არ უნდა იყოს რა ხო ხტები. დრაგები. მე მგონი კერძო ტერიტორიაა და ყარაულმა თოფი უნდა გესროლოს. იქით შორს გავიდეთ რა, ერთი დავდრაგოთ რა უნდა გესროლო. აი 1 2 3 მოიცადე 1 წამი ვიტყვით ხო 1 წამი ეხა დავიწყე 1 2 3 არა ძმაკაცი რას რიდის აი stop I believe I can fly. ძმაკაცი როგორი იყო არის გადასაფრენი გავაჭრეთ მე ფრენავისი მე ვალი ჰაერში ახვედი იცი როგორ გადმოვიდე მან დარჩი ხერო მადრე დაადგავ გამოჩნდება ერთზე მე მოგორაო და უკვე როგორ გესიამოდა და როგორი ძახდა დავაი კაც პრობლემა არ არის ოფროუდი ჯიპი მყავსო სადაც გინდა წავიდეთო წავე ბიჭო სანამ გაყურიან წავედით მინდვრის დრაგში გამარჯვებული აშკარად გამოვიდა. პარკეტის ჯიპი ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა, მაგრამ BMW X4-ის ნამდვილი გამოსვლა ჯერ კიდევ წინა. ეხლა რა გზასაც დავოდექით რა სხვა ადგილას მივდივარ და მე იქ უნდა დაატრიალო რა და გზა რასაც გვიჩვენებს არის ალტერნატიული აი ეს აი ის მანქანა სადაც მინდის ნახე ხო აი იქ უნდა გავიდეთ ჩერეზმთა უნდა გადავიდეთ ერთი ჩელენჯი ვერ შევასრულე მანდ ლოკალს ვერ ვნახავთ ან ვნახავთ კოფაკს ვნახავთ და შევშავთ არა გზაში არის სოფელი უდაბნო ქვია ხო მაგის გავლა გვიწევს ბიჭო 24 კილომეტრია ესეთი გზა 24 კილომეტრი მე მეტი მეგონა ხო არა და ეგრევე გავიდეთ ხვალ ჩავალთ ალბათ ეხლა შევდივართ 2000 შუა ეხლა დარწმუნებული ვარ ვინმე ადგილობრივი შეგვხვდება წინ მანქანით და გვეთქვეს ქვეში ყოლაგებს ადგილი ქართული ბიჭო ეს კი არა და მომინატრე ესეც გზაზე სიერო სასაზღვრო პოლიცია არ შეხვდეს და ადგილობრივი შეხვდეს ჩანდაბას
და ესე 24 კილომეტრი. ხერო. შემდეგ ჩელენჯზე. თუ შეიძლება ისე მევისვრი, ოღონდ თბილის გავარტყავ რა. საერთოდ არ ვისწორდება, ეხლა ეს ყველაფერი რაც ვაკეთებ და ჯერ სად ვართ. ეხლა მესმის უდაბნო რატო ქვია აქაურობას. ბიჭო, აზერბაიჯანის საზღვარზე ვარ ზუსტად, იცი? ერთი მონაკვეთი იყო მაპზე, მახსოვს რომ უყურებდი. ზუსტად გადიოდა აზერბაიჯანის საზღვრის კვეთაზე რა. ძალიან ახლოს იყო. ის სასაზღვრო ზოლთან გავდივართ, ეხლა ჩავხედე მეც მაპს. ანუ ჯერ კიდე წინ არის? კილომეტრში დაახლოებით. ბიჭო, თუ წაგვართვეს ყველაფერი, ბოლო სიტყვებს რა სიტყოდი ამ მასალაში? ეგარ დაგვიყვანოთ არია. არ მოდღა. ვინც ეს კანონი შემოიღო? ვინც აქ საზღვარი გაიყვანა? ბიჭო, ვერ წაგვიყვანენ, იმიტომ რომ 2020-ის ქვემოთ არის ჩვენი მანქანები. ერო, რას ვიპირებ? მანქანებს უნდა გავატესტინოთ ნატოს ტყვიები, ემის ტყვიები თუ ესის ტყვიები გაატანენ რომელიმე ჟესტში თუ რა ხდება? სადღაც სამხედრო ბაზასთან ვართ მოსულები და აშკარად კაი არაფერი ხდება, იმედია მშვიდად გავიცლებით აქაურობას. X4 როგორ გძნობს თავს, რიგზეა ყველაფერი? არა ჩვეულებრივია, სტержინები რო გავამეცვალა და რაზვალნები კაი ბიჭი ვიქნებოდი, მაგრამ ესეც კაია. ნახე ხეროსთან ერთად ზოგჯერ რა კაია გადაღება, ეხა უეჭველი შესაძლებელი გაქვს. ნუ ეგეც არის კი, უეჭველი გამოსაცრელი არა, თავიდანვე იყო ეს ვაკარავაში რომ ვიყიდე მაშინვე იყო. ისეთ შეგრძნება მაქვს, საქართველოში არ ვარ, როგორ მართლა. ეს ამ ადგილებში ვაფშე პირველად ვარ. ანუ კახეთის სამხრეთ ნაწილში ძალიან ის არის რა ქვია, სხვა სამყაროა თითქოს. რო იცოდე ეს შიდა ქართლია ჩემო ძმაო, კახეთი არ არის. კახეთში გადავალთ მაშინ მალე. დაგასახარზე ვართ და ის ერთ ჩავხედო მაპს. პირდაპირ მაპი მაჩვენებს. ბიჭო, შენ ქვემოდან წადი, მე ზემოდან წავალ და ის დაადე ტორეტოსა და ბრაიან ოკონერის ზენა დაადე, ხო ის გზაზე რო იყოფიან. კი, პროსტო იქ ორივე ერთ სიმაღლეზე იყო და ჩიტმა გადაიდგინა. დამოა მე. რაღაცა იმენა ის გაჟონოა იყო უეჭველი. ბიჭო, უკან როგორ უნდა დავბრუნდეთ? არ ვიცი. არც მე ვიცი. აი იმ თისწვერზე ხო არ ავიდე და ვიდეო გადავიღოთ. და მორჩეთ ვიდეოს? ხო. არა. იქ უნდა მივიდეთ, სადაც პინი იყო. აი ეგრეა ძმაო, ვიღაც იუთუბერები მოდიან და ფეიქ ვიდეოების გადაღება უნდათ და ჩვენ კიდე ვართ ჭეშმარიტი იუთუბერები ტყუილების გარეშე. ბუბუ სადმე ის ჩემი კაცი. ამას შეხება. ეხლა რო ბომბზე ავფეთქ. რა? სხვა გზაზე წავიდა ბიჭო. გავიჩალიჩე. რატო? ვაიმე. ხერო პროტივზე ხარ ჩემო ძმაო. ძალიან. აი არო. ხალხიე. ალობა. ტურისტები არიან. ჰელო. გერმანელი ნაცისტები იყვნენ. აქ მანქანები დადიან თურმე, ანუ თუ გავიჭედეთ და რაღაცა მოხდა, საშველი გვექნება. აი ორი გავაყლებული რუსი სიმეძე მაინც არისო. აბა დიდტალახში გაატარე, ხერო. მარჯვნივ ჩქარა. პა. ძმებო რატომ ზილავთ? აბა შენს გააკეთე. უფ. რამდენი კილომეტრი დაგვრჩა ადგილამდე? 18 27 წუთს წერს ზუსტად. მაგრამ მე მგონი მე ჩემთვის იღბლიანად ვისროლე ის დარცი და ისეთ ადგილზე მივდივართ რომ ჩემი მანქანაც უპრობლემოდ უნდა მოვიდეს. ნახოთ. იქ გზა არ არის გარანტირებული რომ მივიდეს ბილიკი, იმიტომ რომ random place-ია, random ადგილია საერთოდ. ნახოთ. გადააყენეო მე მგონი მეუნება, ხო?
ეხლა ვკითხავენ სად მიდიხარ თუ? არ ვკითხეს. გარი უნდა დაცვა? თუ სასაზღვრო. აბა პასპორტი გვანახე ხერო. სასაზღვრო ზონაო. attention-ო. სად ვიდივართ მემო? გზაზე შევჩერდით, რადგან საზღვრის კვეთის გამორთხილებელი ნიშანი შუა გზაზე დგას. ეს არის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, რომელიც ამ ეტაპზე როგორც გავიგეთ, დაკეტილია კარანტინის გამო. მაგრამ საზღვრის კონკრეტული ხაზი არ ვიცით სად არის. თან არც გვინდა კანონის დარღვევა, რადგან ხშირად გამიგია, რომ კამერებს საერთოდ არ თმევენ და მასალას უშლიან. თენგიზ რამე თუ არის ეგრევე ბარათი ჯიბეში და გაიგებს. ხოლო საზღვრის უკანონო კვეთაზე კარანტინის დროს ციხეა თუ ჯარიმა აშკარად არც ერთს არ გვაქვს სურვილი რომ გავიგოთ. თუ აქ შევჩერდებით და უკან დავიხევთ, მისიას ვეღარ შევასრულებთ. ხოლო თუ გავაგრძელებთ გზას, შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ. ბიჭო, მე სწორედ მახსოვდა, რომ ანუ დავით გარეჯის აქეთან ხარეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა უკვე. მაგიტომ ვიკითხე წეგან რომ ანუ ბიჭო, ხო, მაგრამ ალტერნატიული გზა არსებობს? ნახე, აი ესე რო გადავაჭრათ. აი იქ რაღაცა გზა გადადის, ოღონდ სად გადავდივართ, როგორ გადავდივართ, აზზე არა ვარ რა. ანუ ეხა ფაქტია რომ აზერბაიჯანში მივდივართ, ხო? просто რა არის, ნახე აზერ გამოვდივართ სავარაუდოდ უკან ისევ. ეს გზა ეხა მიდის აზერბაიჯანის საზღვართან. ანუ აზერბაიჯანში წესით არ შევდივართ. ხო. ოღონდ Google Maps დაყრდნობით. არ ვიცი აქ როგორ არის რა. ანუ წესით შეიძლება გადმოწიეს. კი, ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ იქ თუ ვინმე დახვდა და ესა რა ქვია, შიქ ხო არა გაქვთ, კითხა. არგუმენტი არ გვექნება, იმიტომ რომ შეიძლება გქონდეს. თენგიზ რამე თუ არის ეგრევე ხო, ბარათი ჯიბეში და გაიქეც. ნომერი საქართველოში. всё, არა, ეგ გასაგებია. ეს არის ვისთვის ისი საზღვარზე გადმოპარულებისთვის, რომ ქართულ ასორმეს დაურეკონ, მაგათთვის არის ჩვენ რა. კაროჩი, ანუ მოკლედ უნდა ვსადოთ. ხო. და თუ დაგვიჭირეს? დაგვიჭირეს, მოგიყვებით. ხდება ჩვენ ჯერ. ძალიან ახლოს მოგივიდა აზერბაიჯანში არ გაგვირტყია არა და საქართველოს ტერიტორია. უბრალოდ ცუდი გზიდან წამოვედით, მე მგონი სიგნალიდან როა გადმოსასვლელი რა, ანუ იქითხრიდან გადმოსვლა ჯობდა. მაგრამ მე მგონი ჯობია გავისკოთ. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ანუ თუ რაღაც არის დაწყებული TikTok-ზე საქართველოს დავდეთ ამას დონეზე. და თუ ციხეში გვახეხინეს. ანუ მოდი ეხლა ეს ეხლავე დადეთ. და თუ არ გამოვჩნდით საღამომდე არც ერთი, შესაბამისად სადღაც აზერბაიჯანის ციხეში ვარ და გვიშვებთ. ხო. აუ რა ლამაზი ხედია მარჯვენა ნახე. აი რაღაცა სასაზღვრო პუნქტი გაიჩითა. просто არ ვიცი ეგრევე დაგვიშვებენ თუ არა. თვიშკასთან რადგან იმედია ჩვენები არის. რავი, მე მგონი პრობლემა არ არის რა. თავს ვიშვიდებ. აქ ვაფშე ასფალტი გაიჩიტეთ. ნახე იქ აბრა არის ერთი. და რა წერია იმ აბრაზე? მე მგონი დღევანდელი მოგზაობის ჩელენჯმა ჩაისვარა და დაბალი მანქანებითაც შეურეული გამოვივლით. ნახე აქ რუქა შეიცვალა. ანუ იმ აბრაზე თუ წერია რომ აზერბაიჯანია, ხო არ წერია ეგეთი რაღაც, ეხლა ვერ ხედავ. ქართულია? ო. ცოტა დაუმშვიდდი. ო, ეგ ის ნიშანია. გადავედით ტრასაზე. ძმებო, სწორედ მივდივარ? კი, უეჭველი სწორედ მივდივართ. ჩვენ რამე დიდი გზა მოუჭერით, თუ რა ვქენით ვერ მიგანი. თებით რატო გამოგვიშვა? თან ის შეიცვალა ეხა რა ქვია გზა, მე მგონი პირდაპირ მივყავდით და ეხა უცოდ მარცხნივ გამოგვიშვა თუ არა? არა, რა, მაპზე ესე მაჩვენებდა სულ. ბიჭო, თან ნახე ეს გზა აშკარად გამოყენებაშია, იმიტომ რომ მარილებია დაყრილი რა. ეს არის სოფელი უდაბნო. პატარა სოფელი, რომელიც შეიქმნა დაახლოებით 1980-იან წლებში. ისტორიიდან ირკვევა, რომ სვანეთიდან წამოვიდა რამდენიმე ოჯახი და აქ დასახლდა. მშრალ და დაუსახლებელ მიწაზე. ზამთარი საკმაოდ ცივია, ზაფხული კი პირიქით ძალიან ცხელი. სოფელი საკმაოდ პატარაა და დაშორებულია ირგვლივ სხვა სოფლებს. რაღაცნაირად თითქოს მიტოვებულ სოფელს გავს, მაგრამ მიტოვებულიც არაა. დღეს ჩვენი გზა ზუსტად ამ სოფლის გავლით მიდის ჩვენ საბოლოო წერტილამდე. გამარჯობა, უფროსო. ჩელენჯი გვაქვს ეგეთი, რომ მანქანებს ვაფასებთ უბრალოდ. 3 მანქანა რაც ვართ რა. მითხარი ყველაზე მეტად რომელი მოგწონს. გამარჯვებული უნდა გამოავლინოთ ერთ-ერთი, რა პირდაპირ გითხრა.
მოიცა, კარგად შეხედე. არ უნდა კარგად ყურება იცის კაცმა რომელიც მოსწონს რა. აი, ცუდი ჯიპი რო. დაიცა მოვაჩერე. ბანზი, შავი ჯიპი რო. აუ, დაიცა ფარები ავანთ. რა, აუ. ეს ნახე რა პაგრეშკები დგა, ეგრევე რული დავკეთე. ნოლიდან აქამდე შეაფასე, აი ეს და ის. იმითი დავიწყე. არ მეწინება ზმაო, ბერევე მყავს მეც. ეგა ერთი. ნე, შენ როგორც თვლი ისე შეაფასე კაცო, არ არის პრობლემა. ეს ჯობია, ხო? ბიჭო. მე თქვენ გეუნებოდი. ბიჭო, როგორ? ეს ჯობია. ამოში თქვა თორე ისე ბერევე ჯობიაო. კარგად დაფიქრდა და ეს ჯობიაო, თქვა ძმაო. რა ჩააწყე თვალსა და ხელს შუა მაგისთანა? კაი, გამარჯვებული მე ვარ ძმაო. აი, ეხლა გავაკეთო. მადლობა ძმაო. გაიხარ, ჯიგარი. გაიხარე ძმაო, ჯიგარი ხარ. მადლობა. შეგვაფასე რა. არა, კაი. ესე იგი, 2 წუთი გვაქვს დარჩენილი. სადამდეც ტრასა მიდის. აი აქ რა თუ ჩანს არ ვიცი. მაგრამ მაგის მერე გვაქვს რაღაცა ადგილი, სადაც ტრასა არ მიდის აშკარად და მოგვიწევს ეს არ ვიცი, მთა არის ან რაღაცა ეგეთი ადგილი რა. და იქ მოგვიწევს ან აბობღება, ან თუ გზა არ არის, მოფიქრება როგორ უნდა ავიდეთ. ეხლა გამოვიარეთ ჩვენ სხვათა შორის ქალაქი უდაბნო, არ ვიცოდი ეს ქალაქი თუ არსებობდა. ეგ არის ქართლიდან, მე მგონი კახეთს ეკუთვნის თუ არ ვიცი. რო გადადიხარ, სადღაცას შუა მონაკვეთია რა და პატარა სოფელი ძალიან საყვარელი სოფელია სხვათა შორის. პირველად ვიყავ ვაფშე. აქ მიჩვენებს რომ რაღაც კანიონივით არის გადასავლელი, ან უბრალოდ ბალახია გადასავლელი. სავარაუდოდ მაგაცი აქედან მოულის, იმიტომ რომ დაბალია და ჩვენ პირდაპირ ესე გადავაჭრით. ბუბუ, ნახე, ეხა ხელ მარცხნივ უნდა შევუხვიოთ და მერე ის ლოკაცია, სადაც სპინი დაარჭო ჩვენმა ძმაკაცმა, არის რაღაცა 1 კილომეტრი ნახევარში თუ რაღაცაში რა. და უნდა დავზვეროთ საიდან უნდა ავიდეთ. ნახე მაპი გახსნილი მაქვს და მე მგონი ჩვეულებრივი ბალახია და მარჯვნივ ნახე დიდი გორა როა. მან ხო არ ავიდეთ. ტიპინი? რაო, პარკეტიო თუ ვერ გავიგე წესიერად. ფერი გოგისმა პარკეტია თორმა ვიჯო ვიში. თუ გინდათ ვი აქედანაო და თქვენ ვერ მოდით. ბუბუ, ხო არ გადმოყირავდები მათ. ჩემი კაი, სად არის ეს ამას შეხედე. ჯეტიაში სულ ესეთ გზებზე დავდიოდი ხოლმე, ძმაო. ბუბუ, ვეზე არ გადაღირავდე. ასაკეთე მას. არა, მე კი გაგეცლები, არ არის პრობლემა კაცო. ანუ მე მაგ მეთოდით ასვლის მუღამზე ვერ ვარ იქ. ანუ ეს არის ამ თის უკან და აქ რატო ავდივართ ვერ გავიგე ვაფშე. მოდი მე ლოკაციაზე მივალ ძმებო და თქვენც მოდით მერე თუ გინდათ. აი ეს უნდა გადავიაროთ, აქ დავეშვათ და იქ ავიდეთ. კაი, გამოუყევით ესე, წავიდეთ. რას უნდა გამოვუყო, ბიჭო, სად ახარ? ბიჭო, მართლა ხო არ ყირავდები, პოტენციალი გაქვს რომ გაკვირდებით. თუ დააპირებ, გითხარი რომ გადავიღოთ. მაგარი ცუდად ქანაობს. ძმაკაც მე მგონი უნდა მოვტრიალდეთ აქ. ბიჭო, ძალიან არასწორი ადგილიდან ავდივართ და იქით ამ ხრიდან არის ჩვეულებრივი ასასვლელი. ბუბუ რაღაცას იგონებს ეხლა და გადმოყლის თოთემა და მიდი და აკრიფე მერე გზიდან. მე ესე უნდა ავიდე ძმაო. ეგრე გადავწყვიტე. დავაი და გნახავთ მე ავალ და დაგელოდები იქ მარე. არა, შეიძლება ავიდეს კიდევაც ძმაო, მაგრამ რა ვიღა. თლაც ეგეთი ოფროუდის მუღამზეც ვერა ვარ. სად მიდის მართლა რა ძალაა? ავედი ბიჭო! სადღაც დედი გამოვედი. კი ახვედი, მაგრამ იქ არ ხარ, სადაც უნდა ასულიყავი. ახე, აი იქ უნდა ჩავიდეთ, იქ ავიდეთ და იქიდან უნდა გადმოვიდეთ მე. ესენი სადაც სხვაგან მიდიან, არ ვიცი ხერო რას აპირებს. მე უეჭველი ვიცი რაც უნდა ვქნა. ბიჭებო, მაგარი აქ ადგილი. აქ ძმაო, ქვას თუ დააგორებ. რა ხდება, მითხარი, ბუბუ, შენ გზაზე უნდა მოსულიყავი. გამოდა ნახავ. მიდი ძმებო და მე ლოკაციაზე დაგელოდებით. არ მგონია დაგველოდო ლოკაციაზე. ხერო, მოდი. მოდი აბა, მოდი. აი, მარჯვნივ მოვხვევთ და უნდა მაგ ხევით შესართავი დავინახოთ წესით და კანონით. მეორე რა გაარტყა? აი, ქვევით არის ლოკაცია, ბიჭო. ვაფშე დაბლა? ხო, ვაფშე დაბლაა ლოკაცია. მოდი აქ გავჩერდეთ ახლა და გადავიღოთ სად არის ლოკაცია. იცი სად არის? აი ეს ადგილია დაახლოებით რა.
აი ეს ადგილია ქვევით ხეობაში. მამეთ იქიდან რომ შემოვიდე, ჩვეულებრივ შევალ და მივალ. Вообще без проблем, ბიჭო. Цаრო ჩანს და იქით არაფერი არ გადაობ. ბოსში. აქ რა ხდება? ჩემი კაი. ხო არ გადაობ. წავიდეთ, პირდაპირ. Так, ნახე ხა ჩვენ ვართ აი აქ. უყურე, ეს არის აი ეს ხეობა და ჩვენ გვინდა ლოკაცია აი მთაზე ზევით, აი იქით ბოლოში. მთაზეა ის. ხეობაში არ არის. ნახე, აი ეს არის ხეობა. აი ეს არის ხეობა, ეს არის მთის ფერდი, აი ეს ზოლები რაც ჩანს და ეს ლოკაცია არის იმის იქით. აი იქეთ უნდა გავიდეთ, ხა აი იმ გზაზე, აი ნახე, აი იმ გზაზე უნდა გადავიდეთ და მივიღოთ პირდაპირ ლოკაციაზე. წავედით. დაჟევნე ოფროუდერები, ბლა. როსი. სადავართ, ჩემი კარგი. სამ დავუშვათ რა. ვერ დავუშვებით, რაც დატკები რო ჩავხარ და ჩავაგორეთ. ჩაგვასრიალებს. ბიჭო, მე ვფიქრობ, აი ისე რო გავუყვეთ ახლა. და იქიდან ნახე ცოტა დაბალია. იქიდან ჩავალ. მაგრამ ეს ხევი როგორ გადავიაროთ? იქ გადავივლით ბიჭო დაბლა. იქ არაფერი არ არის. წამ გავუყვეთ ისე და გადავიაროთ. გადავალ? რა. მაგაც რა უყოთ? ზმაკაცმა მიდი და მოვალო. 300 მეტრი გვაკლია. 300? მოიცავ, ზუსტი ლოკაცია უნდა. ზუსტი ლოკაცია მოხდა. აი. გაკვალულია ნამდვილად. შენ პაკეტის ჯიპი თუ არ მივალი იმადეატრი ლოკაციაზე, აგერ მიყურე თქვენ. ხერხის ჯობია ღონესა. თუ კაცი მოიგონებსაო, ნათქვამია ჩემო ძმაო. გულით მერე. შენი ძახი რომ აი ეს მთა უნდა გადავიაროთ პირდაპირ? ხო. აი ის ის წერია რა. აი იქიდანაც ჩავალთ. იქიდან არის ვარიანტი. და აი იქიდანაც არის. ნახე, აი ანძიდან რო ჩავიდეთ, მაგაც იქით არის. ბარემ ხო არ ვცადოთ იქით. წამ. ისინი აი მთაზე არიან თუ მეჩვენება. მაკაცი მივიდა ბიჭო, ჩქარა. აზრი არა აქვს ძმებო, ახლა რაც არ უნდა იჩქაროთ, მაინც ვერ მოხვალთ, გამორიცხულია. ბიჭო, ყლეობა არ შემადგენინო, პირდაპირ არ ჩამომაგორო. მოიცა, მაკაცი სად მივიდა ერთი წუთი. იქით თაზე მიდის ბიჭო, გზიდან შემოუვარა. ჩემი პარკეტის ჯიპით მე ლოკაციაზე მივდიოდი და თქვენ რა შევით ძმებო? მე არ მჯერა რომ მაგაცი მივალ ზუსტად იმ ლოკაციამდე, სადაც ჩვენ მივდივართ. მე თქვენ არ ვიცი სად მიდიხართ, მაგრამ პირინ სადაც არის დასმული Z პინზე მივალ და გავჩერდები. ბუბუ პარკეტმა ვერ უნდა გვაჯობოს. აჰო, ეგენი არიან. აბა მარჯვნივ გამოიხედეთ ძმებო? აუ, ჩემი, ეხა დაგინახე, ბიჭო. მეორე მთაზეა გადასული. მან საიდან მოხვდი? აქ რა მომიყვანა შემადლიანო შენა, ჰა? ეს პარკეტის ჯიპი ვერ მოვიდი. იმა თუ ყურე სად არიან პროსტა. ტრასაზე ხო არ გადავიდეთ ბუბუ ბარემ. მან დაღვართი და გადმოდით პირდაპირ ძმებო, დაგეოდებით აგერ აი. ეგრევე დაეშვით ხელმარჯვნივ და აი აქ არის ჩვეულებრივი ტრასა, აი აქ. და ჩვენ ოფროუდით გადავდივართ მარცხნივ. ისეთი ოფროუდით, რომ აი ხა ეს დაეკიდება. ბუბუ, ხო არ გადაყირავდები? ძალიან უხერხული კითხვა იყო, რა ხდება ძმებო, ხო კარგად ხართ? ოპა, დიაგონალი. მე არ გადავყირავდები და შენ ხო არ გადაყირავდები. მაგაც ხე რო გადაყირავდა. სალ, კარგად აწია თვალი, ხო? გადაყირავდი შენ, ბიჭო. სულ ცოტაც. რამდენიმე მეტრიღა გვაშორებს. ეხლა მართლა კალიონკასთან ვარ, ბიჭო. ძმებო, მე მოვედი პინზე და დაგელოდოთ. არა, წადი სახში. ავაჭრათ აქედან. ოჰო. ჩემი პარკეტის ჯიპი. ო, ვის პარკეტის ჯიპს ეკაიფებოდნენ ესენი. აი ხა ის კომენტარი გვინდა, აი ცუდი გზა ვიყო. თავარია კარტერი გადავორჩინოთ აქ თორე.
ბიჭო, აქ როგორი არა ზმაკაცმა, სხვა გზით გავიდა უეჭველი. ჩემი კაი. ოპა. ოპა, ვიღაცას რეალებს. ოპა, ოპა. ავიდა საღო. მაგარ ბრძოლებში ვართ ზმაკაც. ზმაკაც, ეს შენ ხარ წი? კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩელენჯის ადგილზე. მე უკვე კარგა ხანია ვიყავი და შევასრულე და შეგიძლიათ თქვენც ჩაისეირნოთ. ძმებო, თუ რამეა იქ 1 კილომეტრში არის ჩელენჯის წერტილი და შეგიძლიათ ჩახვიდეთ. კაი გზატოფილებ, ჩვენ ხო იცით. აბა ბიჭო, მაგის დედავატირე. მე დღეს ხო გითხარით პრაკლად კამ თავარი თქო, სკამსა და რუს შორის თქო. არ დაიჯერეთ. ბიჭო, ნახე, ესე რო შემოგვეულო, ეგ შენი არ იქნებოდა რა. მართალი ხართ, მართლები. ეხლა ნახე, მაგიტო დაიკარგეთ რომ ეგ შენი არ ჩვენ იქნებოდა. ისეთი კადრები ავიღეთ, ხეროს მანქანა რო ესთეტიკას და რაღაცეები, ისეთი კადრები ავიღეთ, რომ ეგ კადრები უეჭველი უნდა აგვეყო და აუცილებელი. ვიდეო გაგვემდიდრებინა, თორე მართალი. მან თემის ანუ ზღვაზე გზა არ ავიდოთ. აგბნევიათ, ხო კადრების გამოქება. ფერს მალავ ეხა პროსტო. ანუ გზა საერთოდ არ აღშეხლიათ, ბიჭო, უბრალოდ მე კადრების სიმართლე თემა რომ გითხრა, რადგან ჩვენ ოფროუდ მანქანებით ვიყავით უფრო, მე მეგონა რომ პირდაპირ გადავიდოდით მთებზე აეს. უბრალოდ არ მეგონა რომ იმის იქეთ იმ ხელახევი დაგხვდებოდა, რომ მე ლუკას რო ჩავხედე. ლუკას რო ჩავხედე, იქ ისეთი ხდებოდა რომ მეთქი აი გავლის შანსი არ არის. მარილიანებია. ახლა ჩვენ შეგვიძლია დავждეთ და კროკოს გემრიელის ნეკებით დავტკბეთ. აი ის ხარი რო წამოგვეღო, ეხლა წვაცებ შევწოდით. ყველაფერი ძალიან ამოზიადგილია. აია. ცოტა რო თბილოდეს ვაფშე გაასწორდა. ხო, ყურში რო არ უბერადეს ძალიან ცივს. ამიტომაც სანამ გავიყენებით, მადლობა ვინც უყურეთ ამ ჩელენჯს. გამარჯვებული არის აშკარად მაგაცი, იმიტომ რომ ჭკუით გვაჯობა. და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ შემდეგ ჩვენ ვიდეოს. დროებით.